წმინდა ეფრემასული, სწავლანი, სინანული ხე ცხოვრებისა, ნაწილი 33. მას ასე, სინანული არსებობს ადამიანო, რადგან ღვთისთვის შეუძლებელი არაფერია. სინანული არ არსებობს იმისთვის, ვინც ვაჭრობს სინანულით. ვინც მონანიების იმედით ცოდვაში ეფლობა, იმას არ მიეცემა სინანული. სწორედ ასეთებზეა ნათქვამი, რომ სინანულს ძალა არ აქვს მათთვის. ვინც დაუდევრად ეკიდება ღმერთს, არ ცდილობს თავი მოაწონოს უფალს, იმისთვის არ არსებობს სინანული. ვინც იცის, რომ ბოროტება დამღუპველია და მაინც არ ეშვება ბოროტ მოქმედებას, მას ცოდვები არ შეენდობა სიკვდილის შემდეგ, რადგან ის ცოდვის მსახური იყო. სამჟავროზე მონანიება შეუძლებელია. საჯულის საქმე მიტევება როდია, არამედ მსჯავრის წარმოთქმა ჩადენილ მოქმედებაზე, რომელსაც აღიარებენ, იმას კი სასამართლოს განჩინება მოყვება. და როგორ იქნება შესაძლებელი მონანიება აღდგომის დღეს? ჩვენ შვილების გაჩენისა და ხორციელი ცხოვრების მოწყობისთვის რომ დგებოდეთ მკვდრეთით, მაშინ მონანიების იმედიც გვექნებოდა, რადგან ცხოვრება ისევ სასწავლებელი იქნებოდა და ჩვენს განკარგულებაში დარჩებოდა თავისუფალი ნებაც და გონებაც. არავის უნახავს, საჯულის წინაში ავაზაკი ბორკი ლაყრილი არ იდგეს, მურუში და საფლავის მძარცველი კი მშვიდად დასეირნობდეს. ასევე ჩვენთვის სამსჯავროზე ბორკილი მხილება იქნება, გუშაგი განსასჯელებთან ერთად წარსდგომა, დამონება, სინდისი და ნებლობის სწრაფვა, უმოქმედობაში მოყვანილი მართალი მსაჯულის მოკვლევით. სინანულს არ ვქადაგებ, იმის გაგებით, რომ დაუდევრობაში არ გაატარო ცხოვრება, მაგრამ არც უარყოფ მას, რათა სასოწარკვეთამ არ შეგიპყროს. არ გეუბნები, ახლა დაუდევარი იყავი, მერე მოინანიებ. არ გასწავლი ცხოვრებაში ცოდვები ჩაიდინე და სამსჯავროზე მოინანიე. აკი წინასწარმეტყველიც ამბობს, რომ ჯოჯოხეთში ცოდვებს არ აღიარებენ. დიახ, მონანიება შესაძლებელია ნათლისღების შემდეგაც, მაგრამ დაუდევრები არ უნდა ვიყოთ მონანიების იმედით. თუ სწოდავს ის, ვინც იცის რა არის კარგი და სიკეთეს არ აკეთებს, მას რამდენად მეტად სწოდავს ის, ვინც იცის რა არის ცუდი და მაინც ცუდს აკეთებს. თუ მონანიება შესანიშნავი რამ არის, მისი შეურაცხმყოფელი ცუდად იქცევა და თვით სინანული შერისხავს მას, რადგანაც მისი აზრით სინანულს ცოდვისა ისე ეშინია, რომ ადამიანის დახმარება არ შეუძლია. ხოლო თუ ცოდვით ტკბობას მიეცემი და მასში ჩაეფლობი, მაშინ სინანული პირს იბრუნებს შენგან, რადგან შენ იცოდი რა კარგია მონანიება და ამას ცოდვასთან შეგუება ამჯობინე. სინანული ცოდვების მიტევებას ქადაგებს, მაგრამ ვერ ითმენს მის მიმართ დაუდევრობას რომ იჩენენ. ის განუყრელად მყოფობს იმასთან, ვინც ღვთისკენ მოიქცევა და ზურგს აქცევს იმას, ვინც ცოდვაში აყუნებს. ისმინე, რას ამბობს უფალი, რა ჟამს მიიწიეს უღმრთო ის სიღრმესა უკეთურებისასა, მაშინ შეურაცხვის და კიდევ აღადებდნენ და არა შევისმინ. შენ ამბობ, რომ ნათლისღების შემდეგ მონანიება შეუძლებელია, მას როგორ გავიგოთ იოანე მახარებლის ნათქვამი, ნუ გეშინის მცემელ გვივის მამისა მიმართ ქრისტე იესო მართალი და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩვენთაი და არა მხოლოდ ცოდვათა ჩვენთაი, არამედ ყოვლისა სოფლისათაი. აქ თავისთავად ჩართო წმინდანმა, რითაც სურდა ეჩვენებინა, რომ სინანული ვრცელდება ცოდვილებზე ისეთი დიდი მადლის მიღების შემდეგაც, როგორსაც უწმინდესი იოანე მახარებელი ფლობდა. შენ ამბობ, რომ ნათლისღების შემდეგ მონანიება შეუძლებელია, ბოროტი მონახარ შენ და მიწაში დაგიმარხავს შენი ტალანტი. სინანულს არ ქადაგებ, არ გსურს, რომ მართლმკვეთელმა სიტყვამ ცოდვილთა სულები მოინადიროს დასჯისგან გამოსახსნელად და საცხონებლად. მას იცოდე, რომ სინანულის ურწმუნოება ნამდვილად არის უკეთურობა. ტალანტით დავიწყებ სიტყვა, ტალანტითვე დავასრულოთ. მრავალგზის გავუმრავლოთ ღმერთს ჩვენი საცხონებელი ტალანტი,
რათა აღდგომის ჟამს მიგვიღოს მან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წყალობით, მოწყალებითა და კაცთმოყვარებისაებ, რომელსაც ჩვენის დიდება და ძალაუფლება საუკუნოდ უკუნისამდე. ამინ.